სოფლიოს მასშტაბით ოქროზე მოთხოვნა იზრდება. World Gold Council-ის ინფორმაციით, გასულ 2024 წელს გლობალური შესყიდვების მოცულობა გაიზარდა და მან 4974 ტონა ოქრო შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მხოლოდ ცენტრალურმა ბანკებმა გასულ წელს დაახლოებით 1000 ტონა ოქრო შეიზღიდეს, რაც ასევე რეკორდულ შედეგს წარმოადგენს. უშუალოდ ქვეყნებს რაც შეეხებათ. ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც რეკორდული მოცულობის 8133 ტონა ოქროს ფლობს რეიტინგში, ისევ და ისევ პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე გერმანია და ის 3351 ტონა ოქროს აკონტროლებს. რეიტინგში ასევე შეხვდებით იტალიას, საფრანგეთსა და რუსეთს, რომელთაც ოქროს რეზერვები საშუალოდ 2400 ტონის ფარგლებში აქვთ. ზოგადად, ოქრო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოცდილი ღირებულების შემნახველი აქტივია. ოქროს ყიდვა-გაყიდვა როგორც ფიზიკური, ასევე ფასიანი ქაღალდის ფორმითაა შესაძლებელი. ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ. ოქროს ხშირად მოიხსენიებენ როგორც კრიზისისგან თავის დაზღვევის საშუალებას, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ოქრო მაშინაც კი ინარჩუნებს თავის ღირებულებას, როდესაც გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად უარესდება და კრიზისის რისკები იზრდება. ოქროს მორიგი უპირატესობა ინფლაციას უკავშირდება. ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ოქრო თავის მსყიდველობით უნარს და ღირებულებას მაშინაც კი ინარჩუნებს, როდესაც ინფლაციის დონე მკვეთრად იმატებს. საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასს მოთხოვნა მიწოდება ადგენს. ძირითადად, ოქროს ცენტრალური ბანკები, კერძო ინვესტორები და იუველირები ყიდულობენ. ინვესტორების მოთხოვნა პირდაპირაა დამოკიდებული ეკონომიკურ მდგომარეობაზე. იუველირების ქცევა კი ძვირფასი სამკაულების ბაზარზე არსებულ ვითარებასთან არის დაკავშირებული. სოფლიოს მასშტაბით გაზრდილი მოთხოვნის ფონზე სწორედ დღეს ოქროს ფასმა რეკორდულ $2900 ნიშნულს გადააჭარბა უნციაზე, რაც წლიურად დაახლოებით 44%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.